მოგესალმებით ყველას, დავიწყოთ ჩვენი საუბარი. მადლობა ღმერთს, ჩვენ მისულვართ უკვე სახარების ბოლოსკენ, დღეს მე-20 თავს განვიხილავთ და კიდევ ერთი თავი გვჭება, შემდეგ 21 თავი. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ეს შევძელით. წინა საუბარში მე-19 თავში ჩვენ განვიხილეთ იესო ქრისტეს ჯვარცმა გოლგოთაზე, ნახეთ მისი 7 სიტყვა განვიხილეთ, რომელიც მან თქვა ჯვარცმის დროს, ვისაც ეს საუბარი არ მოусმენია, მე მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ ყველას, რომ YouTube-ზე დევს ყველა საუბარი 19-ვე თავი განმარტება ჩანაწერი და შეგიძლიათ ნახოთ, მოусმინოთ და კიდევ ერთი რჩევა მინდა მოგცეთ. აი, როცა თქვენ უსმენთ ამ სახარების განმარტებას. აი, თქვათ, აიღეთ მე-19 თავი, გახსენით YouTube-ზე და მე-19 თავის განმარტებას უსმენთ. აუცილებლად დაიდეთ წინ ბიბლია, თქვენი ბიბლია და მოძებნეთ ის თავი, რომლის განმარტებასაც ჩვენ ვაკეთებთ და აუცილებლად მიაყოლეთ ტექსტს თვალი. ასევე, როცა ჩვენ იქ ვიმოწმებთ რაიმე ციტატებს კითხულობთ ძველი აღთქმიდან ან სხვა წიგნებიდან, აუცილებლად გადაშალეთ, მოძებნეთ ის ადგილი და თქვენთანაც მიადევნეთ თვალი. ეს ძალიან ბევრს მოგცემთ. დაგამახსოვრდებათ, გესმით? აი, ეს არის შესწავლა ნამდვილად ღვთის სიტყვის. ეს აუცილებლად გააკეთეთ ასე. მხოლოდ ის კი არა, რომ ჩართოთ და მოусმინოთ რომელიმე თავის განმარტება, არამედ აუცილებლად წიგნი დაიდეთ და მიაყოლეთ თვალი და დაგამახსოვრდეთ, ორმაგად დაგამახსოვრდებათ ეს ყველაფერი. და 7 სიტყვა განვიხილეთ ჩვენ უფლის ჯვარზე, შემდეგ ნახეთ, რომ დასტური იმისა, რომ ის ნამდვილად მოკვდა ჯვარზე, რომ ის ნამდვილად განკაცებული ღმერთი იყო, რა იყო ეს დასტური? როდესაც ნახეს, რომ უკვე გარდაიცვალნენ ჯვარზე, ეს სამი უფალი გარდაიცვალა ჯვარზე, რომ დაემტკიცებინათ, რომ ნამდვილად მკვდარია, რომ დარწმუნებული იყვნენ, რომ ნამდვილად მკვდარია, რა გააკეთეს? შუბი უგმირეს გვერდში და გადმოვიდა სისხლი და წყალი. ანუ სისხლი უკვე გაყოფილია, სისხლი წყლისგან გაყოფილია და ეს ნამდვილი დასტურია იმისი, რომ სამედიცინო დასტურია იმისი, რომ უფალი ნამდვილად მოკვდა ჯვარზე. და იოანე ამბობს, რომ მე თავად ვიხილე ეს და გიმოწმებთ, რომ ეს ასე იყო. მოწმე ვიყავი ჯვართან, ვიდექი ამბობს იოანე მახარებელი და შემდეგ ნიკოდემუსმა და იოსებ არიმათიელმა, ორმა წარჩინებულმა იუდეველმა, ხო, მაღალი რანგის მღვდლები იყვნენ ისინი იუდეველებში, მოვიდნენ, ისინი მოწაფეები იყვნენ უფლის და უკვე აღარ ეშინიათ მათ, უკვე შიში აღარა აქვთ მათ, აი ამ ჯვარცმის შემდეგ მოვიდნენ, შევიდა პილატესთან, მოითხოვა მისი სხეული და მისცა პილატემ მისი სხეული, ოღონდ ჯერ დარწმუნდა, რომ ნამდვილად მკვდარია და დაუდასტურეს მისმა ხედავთ დაცვის უფროსმა დაუდასტურა, რომ კი ნამდვილად მკვდარია. და ჩამოხსნეს და ასე დამთავრდა მე-19 თავი, რომ შეახვიეს ტილოებში, ნელსაცხებელი მოიტანეს ბევრი, შეახვიეს ტილოებში და დაკრძალეს ახალ სამარხში, რომელიც იყო იქვე ახლოს გოლგოთასთან, იყო ახლოს ბაღი, და იმ ბაღში ჰქონდა საფლავი იოსებს და იოსებ არიმათიელს და იქ დაკრძალეს იგი. ნახეთ 53 თავში ჩვენ ხომ წავიკითხეთ, რომ დიდართან ერთად იყო თავის სიკვდილშიო, ესაია ამას წინასწარ დიდარი ვინ იყო? ის იოსებ არიმათიელი და ნიკოდემუსი. წარჩინებული დიდარი ხალხი იყო და დიდართან ერთად იყო თავის სიკვდილში, ამას ადასტურებს და დაკრძალეს ამ საფლავში და მათეს სახარებაში ნათქვამია, რომ მივიდნენ მღვდელმთავრები, ანუ იუდეველები, სინედრიონის წევრები მივიდნენ პილატესთან და რა უთხრეს? ეხლა რა არის უცნაურობა, რომ საფლავში რომ დაკრძალეს და ლოდი მიაგორეს, ხო? იუდეველები როგორ მარხავდნენ ხო მიცვალებლებს? კლდეში იყო გამოკვედილი საფლავი და ეს ოთახივით იყო და დახრილიყავი და ისე შეზულიყავი ამაში. რომ შეხვიდოდი იქ ქვის ესეთი ტახტივით იყო გაკეთებული, დასაწოლი მიცვალებულის. მიიყვანენ ამ მიცვალებულს შემურვილს ამ სკეთილ სურნელებაში დაასვენებდნენ, ხო? და სუდარაში იყო, ტილოებში იყო შეშეზდრული, ხო? და 3 დღის განმავლობაში, მე ეს თქვი და კიდე გავიმეორებ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი. 3 დღის განმავლობაში მიდიოდნენ ყოველ დღე და ნახულობდნენ მიცვალებულს
ნამდვილად მკვდარია თუ არა, იმიტომ რომ კლინიკური სიკვდილი მათ იცოდნენ, რომ არსებობს კლინიკური სიკვდილი. მეოთხე დღეს უკვე როცა სხეული იწყებდა გალურჯებას, გაშავებას და ხსნას, იმათმა იცოდნენ, რომ ნამდვილად მიცვალებული გადასულია, შემდეგ ტოვებდნენ და ახლობით 1 წლის შემდეგ, როცა მივიდოდნენ და უკვე სხეული თითქმის გამქრალია, იმ რაც დარჩენილი იყო, მოაგროვებდნენ იმ სხეულის ნარჩენებს და ქვის პატარა სკივრში, ეს კუბოსავით იყო სკივრი, იმაში აგროვებდნენ ყველაფერს და უკვე კედელში, გამოჭრილ კედელში შედებდნენ ამას და იქ იყო, ასე ვთქვათ, დაკრძალული მისი ნარჩენი. აი ქრისტეც ესე დაკრძალეს, დაასვენეს და მიაგორეს. ლოდი და უცნაური ის არის, რომ არა მის მოწაფეებს, არამედ თავად მის მტრებს ახსენდებათ რა? რომ მან თქვაო, რომ მესამე დღეს აღუდგებიო. ამათ კი არ ახსენდებათ, იმათ ახსენდებათ, იმათ ეშინიათ ამის. იმათ აქვთ ამის შიში, რომ მაგანო თქვაო, რომ მესამე დღეს აღუდგებიო და პილატეს ეუბნებიან, რომ დაუყენეო, დარაჯებიო, საფლავსო, რომ არ მოიპარონო მის მოწაფეებმა მისი გვამიო, მისი სხეულიო და არ თქვან შემდეგო, რომ ყდრეთით აღდგაო და ეს საცდური უფრო უარესი იქნება, ვიდრე ის პირველი საცდურიო. მათ იციან, რომ ქრისტე რომ ყდრეთით აღდგეს, ეს იქნება დასასრული მათი. ამისი ეშინიათ. ნახეთ, მას შიშია. და პილატემ უთხრა, რომ ხომ ყავთო თქვენ დასიო, ანუ მან ხომ მათ მისცა რომაელი ჯარისკაცები, ხო, რომელთაც შეიპყრეს ქრისტე, რომელთაც ჯვარსაც ქრისტე, ხომ ყავთო, წადით და თქვენთან დაბეჭდეთ და დაიცავით და მართლა წავიდნენ საფლავს დაადეს ბეჭედი, მართლაც, აი როგორც დღესაც გვინახავს ჩვენ რო ადნობენ და ბეჭედს რომ დაარტყავენ ხოლმე რომაულ ბეჭედს და თოკით იყო შეკრული ეს ქვა იმაზე, იმ მეორე კედელთან, რომ არავის გაეხსნა საფლავი და იქვე იდგნენ რომაელი ჯარისკაცები, როგორც მცველები ამ საფლავის და ასე დამთავრდა დაკრძალვა. ეს რა დროა? ეს არის პარასკევი საღამო. 18 საათამდე. რატომ? იმიტომ რომ პარასკევს 18 საათზე საღამოს უკვე იწყებოდა რომელი დღე? შაბათი. ამიტომ ეს შაბათი იყო დიდი დღეო. რატომ იყო შაბათი დიდი დღე? იმიტომ რომ პასექი თუ მოუწევდა შაბათის წინა დღეს, შაბათი იყო ისედაც განსვენების საუფლო დღე იყო და თუ როდესმე მოხდებოდა ისე რომ პასექი პარასკევს მოუწევდა, შემდეგი დღე უფრო ორმაგად დიდი დღე იყო, ხო? შაბათი და პლუს პასექის შემდეგი დღე. ამიტომაც ამ დღეს ეჩქარებოდნენ, რომ დაიწყო უკვე შაბათი და ჩქარა უნდა დაკრძალონ უფალი, რომ შაბათს არაფრის კეთება არ შეიძლებოდა. მიცვალებულისთვის ნასაცხებლის ცხება კი შეიძლებოდა იუდაური წესით, მაგრამ არ შეიძლებოდა ნასაცხებლის ყიდვა, ქსოვტიროს მომზადება, ტილოს ყიდვა და ეს ყველაფერი უნდა მოესწროთ პარასკევს საღამოს 18 საათამდე, რომ 18 საათიდან უკვე იწყებოდა შაბათი. დიდი დღე, შაბათი ისე რადგან პასექის შემდგომი დღე იყო და აი ასე დამთავრდა წინა თავი, პარასკევს საღამოს 6 საათს. ყველანი წავიდნენ თავის სახლებში. რა წარმოიდგინეთ მოციქულების მდგომარეობა, შეშინებულები, დანგრეულები, განადგურებულები, რომ ნახეს რომ მოკვდა მათი მოძღვარი, მათი ღვთაებრივი მოძღვარი. არიციან ეს რას ნიშნავს, რა მოხდა, რატო აღსრულდა ეს ყველა. მათ გააზრებული არა აქვთ ის რომ დრით აღდგომა უნდა მოხდეს. და მეოცე თავი, ასე დღევანდელი ჩვენი განსახილველი თავი ასე იწყება. ხოლო კვირის პირველ დღეს დილაუთენია მივიდა მარია მაგდალინელი სამარხთან, როცა ჯერ ისევ ბნელოდა და დაინახა რომ სამარხიდან აეღოთ ლოდი. გაიქცა და მივიდა სიმონ პეტრესა და მეორე მოწაფესთან, რომელიც უყვარდა იესოს და უთხრა მათ, სამარხიდან წაუღიათ უფალი და არ ვიცით სად დადვეს იგი. გამოვიდნენ პეტრე და მეორე მოწაფე სამარხისკენ გაემართნენ. ორეონი ერთად მირბოდნენ, მაგრამ მეორე მოწაფემ გაუსწრო პეტრეს და პირველი მივიდა სამარხთან და დაიხარა და დაინახა დაყრილი ტილოები, მაგრამ არ შევიდა შიგ. მის კვალდაკვალ მოვიდა სიმონ პეტრეც და შევიდა სამარხში და დაინახა დაყრილი ტილოები. ხოლო სუდარა, რომელიც თავზე ეფინა, ტილოებთან კი არ იდო, არამედ ცალკე დაკეცილი დაედო სხვაგან. მაშინ მივიდა მეორე მოწაფეც
შევიდა მეორე მოწაფეც, რომელიც პირველად მივიდა სამარხთან და იხილა და იწამა. რადგან ჯერ კიდევ არ იცოდნენ წერილი, რომ მკვდრეთით უნდა აღმდგარიყო იგი. და მოწაფეები კვლავ წავიდნენ თავისას. და გამოვიდნენ ამ საფლავიდან და წავიდნენ ისევ იერუსალიმში. ანუ ყველაფერი ხდება იერუსალიმიდან ახლოს, ხო ეს გოლგოთასთან არსებული ბაღი, სადაც დაკრძალეს უფალი, იერუსალიმის გალავნის გარეთ არის, სადღაც ახლოს არის იქ ახლოს, რადგან გოლგოთა გალავნის გარეთ იყო, ხო? და ნახეთ, ეს კვირის პირველი დღე, რომელი დღეა? კვირის პირველი დღე. კვირია კი, მაგრამ რა ერქვა მანამდე მას? ერთ შაბათი, ხო? კვირის დღეებს ერქვა ერთ შაბათი, ორ შაბათი, სამ შაბათი, ბოლო მეშვიდე დღე რომელი იყო? შაბათი. ეს ძალიან საინტერესოა ამის ცოდნა ჩვენთვის, ნახეთ. ებრაელები იწყებდნენ ერთ შაბათით, ხო? ერთ შაბათით იწყებდნენ და მიდიოდნენ საითკენ? განსვენებისკენ, შაბათისკენ, განსვენებისკენ მიდიოდნენ. რატომ? იმიტომ რომ მათ იცოდნენ რომ ერთხელ მოვა ღმერთი მესია, მოვა და რას იძამს? დაასვენებს მათ. აი ეს იყო მათი სარწმუნოების, ესე ვთქვათ, ერთ-ერთი ქვაკუთხედი, გესმით რომ აი 6 დღე შრომობენ, წვალობენ, ლოცულობენ, ელიან, იმათმა ხო იქნებ იმ კვირას მოვიდეს მესია, ხომ არ იციან, ხო? იმ კვირაში. და მეშვიდე დღე, განსვენების დღე, იმიტომ ამათთვის რომ მოვა ის ერთხელ ის კურთხეული და დაგვასვენებს, განგვისვენებს. აი ეს იყო მათი. ჩვენ ქრისტიანები როგორ ვიწყებთ? არა? ჩვენ კვირით ვიწყებთ. ახალი ადამიანი იწყებს, გესმით? კვირა ხო აღდგომის დღეა. ჩვენ აღდგით მკვდრეთით და ვიწყებთ ახალი ადამიანი აღდგომილ ცხოვრებას, გესმით? აი ესაა განსხვავება ჩვენსა და იუდეველებს შორის. ზოგჯერ ადამიანები ურევენ ერთმანეთში და გონიათ რომ შაბათი გააუქმა ქრისტემ და შაბათი კვირად აქცია. არა, ასე არ არის. შაბათს იუდეველები დღეს კიდევ იცავენ. ზოგჯერ ქრისტეს მორწმუნე ებრაელები შაბათს ისე იცავენ, რადგან ეს მათი რჯული იყო, ეს მათია, მაგრამ ჩვენ შაბათის დაცვა არ გვევალება, რადგან ჩვენ გავცოცხლდით, გესმით, ჩვენ აღზრდით ქრისტესთან ერთად მკვდრეთით და აღდგარი ვიწყებთ კვირას დღე, აი დღეს ვიწყებთ ჩვენ კვირას, დავამთავრებთ როდის? შაბათს. შემდეგ კვირა იწყება ისევ კვირა აღდგომით და ისევ თავდება შაბათს, გესმით? და აი ამ პირველ დღეს ერთ შაბათსო მარიამ მაგდალინელი მივიდა საფლავის სანახავად. ნახეთ, შაბათი სახში იყო მარიამ მაგდალინელს, რომ არ შეიძლებოდა არაფრის გაკეთება. როგორც კი შაბათი დამთავრდა, ანუ ეს რომელი დროა? შაბათი დამთავრდა, დაღამდა, ღამე ხო ვერ მივიდა და ქალი ეხლა იერუსალიმ მარტო ხო ვერ ივლიდა. როგორც კი გათენდა კვირა, გათენდა, გამთენ გარიჟრაჟზე. როგორც კი მზე ამოვიდა, მარიამი მიდის საფლავზე, რომ საფლავთან რომ ნახოს უფალი, რატომ უნდა მივიდეს? რომ ნახოს მისი სხეული და კიდევ ნელსაცხებელი მიაქვს, იმიტომ რომ იუდეველები ის 3 დღე როცა მიდიოდნენ რომ ენახათ მიწვალებული, ნელსაცხებელს ცხებდნენ მაინც, რატომ ცხებდნენ? იმიტომ რომ სუნი ხო ჩდება უკვე ხრწნის სუნი, გვამის სუნი და ეს ნელსაცხებელს იმიტომ უსვამენ რომ გადაფარო, ეს ხრწნის სუნი გადაფარო და მარიამი მიდის ამ საფლავის სანახავად. თქვენ საინტერესოა სხვათა შორის ამის ქართველებს ეს დღეები, კვირის დღეების დასახელება ერთ შაბათი, ორ შაბათი საიდან გვაქვს? მეოთხე საუკუნეში შემოვიდა ჩვენთანაც. და ქრისტიანები რომ გახდით, ბიბლიიდან გადმოვიღეთ ეს ერთ შაბათი, ორ შაბათი, სამ შაბათი, მანამდე საქართველოში თურმე ეს ცნობილია, კვირის დღეებს სხვა რამეები ერქვა. მაგალითად, კვირას ერქვა მზისა. კვირას. ორ შაბათს ერქვა მთვარისა. სამ შაბათს ერქვა აირისა, მეოთხე ოთხშაბათს ერქვა ερμისა, ანუ წარმართული სახელები იყოს ჩვენთანაც ამ კვირის დღეების, მაგრამ მეოთხე საუკუნიდან როცა ქრისტიანები გავხდით ოფიციალურად, შეიცვალა ჩვენთანაც და კვირის დღეებს დაერქვა სხვა სახელი. ამიტომ ის თქვა მინდა ამით იცი რომ ესე იგი კალენდრის ცვლილება შეიძლება. მეოთხე საუკუნეში თუ შევცვალეთ და კალენდრის დღეებს სხვადასხვა სახელები დავარქვით, შეიძლება კალენდარი არის საათი, რომელიც უნდა ავაწყოთ ისე როგორც სჭირდება ჩვენ სარწმუნოებას და სჭირდება ჩვენს წმენას და მარიამმა რომ ეხლა თქვენ ნახეთ რა არის საინტერესო ეს კვირის პირველი დღე არის აბსოლუტურად დინამიკური ამბავი რა
აი ჩვენ ახლა კიდე ამ ტექსტში შეიძლება ეს ვერ დავინახოთ, მაგრამ მოწაფეები გარბიან და გამორბიან იერუსალიმიდან საფლავისკენ. იმიტომ რომ ეს რაც ჩვენ მე-20 თავში გვაქვს მოცემული, 4-ვე სახარებაში აღწერილი. გესმით? ჩვენ მხოლოდ იოანეს მე-20 თავიდან გვინდა გავიგოთ როგორი იყო მისი მკვდრით აღდგომა, ვერ გავიგებთ. 4-ვე სახარების ეს თავები უნდა შეუდაროთ ერთმანეთს და სრულ სურათს ხედავთ, გესმით? და სრულ სურათში ასე ჩანს, რომ ქრისტე მარიამი ორჯერ მიდის საფლავთან. ერთხელ კი არა, როგორც ამ სახარებაში, ორჯერ მიდის. ერთხელ მივა ნახავს, გამორბის უკან იოანეს და პეტრეს ატყობინებს, მერე იოანე და პეტრე გარბიან და კაცებს ხო ვერ დაეწევა მარიამ მაგდალინე, კაცებს ჩქარა გარბიან. ისინი მივლენ, ნახავენ, ეს ჩვენ წავიკითხეთ, ტილოებს ნახავენ დაყრილს. გამობრუნდებიან და უკან მოდიან. ამ დროს მარიამი მორბის ისევ ჩამორჩენილი მათ. შედის ორჯერ, აი მაშინ ეცხადება მარიამს უკვე იესო ქრისტე პირველად. ეს არის ქრისტეს ყრდით აღმდგარი ქრისტეს პირველი გამოცხადება. ნახეთ, ვის გამოეცხადა? ქალს, მარიამ მაგდალინას, რომელიც იყო აი ყველაზე ერთგული როგორც ჩანს. აი ჩანს მე სახარებიდან ჩვენ წავიკითხავთ, რომ ისე არის გათრგუნული და ისე არის მწუხარებას ჩავარდნილი ტირის. ეთყობა ელოდებოდა ამ დილას, რომ ისულიყო, რომ ანგელოზებს ხედავს და ვერ ხვდება, რომ ანგელოზები არიან. წარმოგიდგენიათ? აი ანგელოზები, ორი ანგელოზი დაინახა საფლავში, რომ ზიან ელვარეს პეტაკით მოსული ანგელოზები და ვერ ხვდება, რომ ისინი ანგელოზები არიან. შემდეგ ქრისტე დგას მის უკან და რაც ტირი ქალო ეუნება და მებაღეგონია. სანამ მარიამ ისე არ დაუძახებს, როგორც ეძახოდა ხოლმე უფალი მისი, მანამდე ვერ ხვდება, ანუ იმდენად განადგურება, დიდი გლოვა და მწუხარება, რო სჭირს ადამიანს, ხო იცით? და ქრისტემაც რო იცის ეს ყვარული მისი, ამიტომაც პირველი ეცხადება მარიამს. შემდეგ, ნახეთ, მარიამი რომ მიდის პირველად საფლავთან, დედებთან ერთად მიდის, სხვა მარიამ კლეოპასი და სალომეც იქ არიან, სხვა ჯგუფი მიდის ქალების. მარიამი რომ ნახავს, რომ და ესენი ნახავენ, რომ ანგელოზმა გადააგორა საფლავის ლოდი. და მარტო მარიამი გამორბის უკან, რომ მოციქულებს გააგებინოს. ის ქალები იქ რჩებიან. ის ქალები იქ რჩებიან, ორ ანგელოზი ელაპარაკება, მათ და აუწყებს, რომ აღდგა, აქ ნუღაეძებ ცოცხალს მკვდრებში. ამ დროს მარიამი გაქცეულია, რომ მოიყვანოს პეტრე და იოანე. პეტრე და იოანე მოვიდნენ, ნახეს საფლავი, გაბრუნდნენ უკან გაპირებულები, მოვიდა მარიამს გამოეცხადა უფალი. ამ დროს ის დედები უკან დაბრუნდნენ იერუსალიმში, გზაში არიან და იესო მათაც ეცხადება. იმ ქალების ჯგუფსაც ეცხადება და რომ ნახესო მუხლებზე მოეხივნენო იმ მათო. 22 თავშია მათ ეს სახარები. ხედავთ როგორი დინამიკაა, გარბიან და გამორბიან, რომ ნელ-ნელა ხვდებიან, რომ უფალი იქ აღარ არის, აღდგა ყდრეთით, მაგრამ ამას ხო შემეცნება ჭირდება, ამას ხო უცბად ვერ დაიჯერებ შენ, გესმით? და შემდეგ იმავე დღეს კვირას საღამოს უკვე ის მომენტია, როცა უფალი ეცხადება მის 10 მოციქულს თომას გარეშე იერუსალიმში. იმავე დღეს კვირას შუადღისას ის ემაუსში ორ მოწაფეს ეცხადება ემაუსის გზაზე ლუკას სახარების 24 თავში. აი მე აქ ჩამოთვალე ეს, ვისაც უნდა რომ ეს კარგად გაიგოს უფლის აღდგომის პროცესი, ხო? აი შეგიძლიათ გადავიღოთ ამას ფოტო და ვიდეოში შემდეგ გამოჩნდება, შეგიძლიათ გაადიდოთ, ნახოთ. აი ნახეთ პროცესი როგორ მოხდა. პირველად გამოეცხადა მარიამ მაგდალინას. შემდეგ სხვა დედებს, მარიამ, იაკობის და სალომე. შემდეგ პეტრეს გამოეცხადა მარტო. იერუსალიმშივე მარტო ხდება უფალი პეტრეს. აი პეტრე ხომ გამოვიდა საფლავიდან და გაკვირვებულია პეტრე და იოანე, რომ ტილოები ნახეს დაყრილი და არ იციან რა მოხდა. არ დაიჯერესო თავიდან დედებისო და პეტრეს ხდება მარტო იესო ქრისტე და არავინ არ იცის პეტრეს საუბარი იესოს უფალთან, რადგან ეს არის აღწერილი სახარებაში და პავლე მიცის რომ ეს ასე მოხდა და პავლე ახსენებს 1 კორინთელთა მე-15 თავში ამას, რომ პეტრეს შეხვდა უფალი მკვდრით აღდგომის შემდეგ. შემდეგ ორ მოწაფეს ხდება ის კვირას შუადღისას დაახლოებით ორი მოწაფე მიდის ემაუსში, დაბა იყო იერუსალიმიდან და იმათ ხდება უფალი. შემდეგ 10 მოციქულს ხდება კვირას საღამოს, თომა არ არის მათთან. შემდეგ 8 დღის შემდეგ ისევ კვირას ხდება იგი 11 მოციქულს და თომას მათთან არის. უკვე ჩვენ ამას ვნახავთ ახლა ამ თავში. შემდეგ ეს უკვე იწყება, ნახეთ, ეს უკვე არის
32 დღე 8 დღის შემდეგ, ხო, 40 დღე იყო უფალი, ხო? ამ ქვეყანაზე, ხო, როცა აღარ გამკვდრეთ, 40 დღე მოწაფეებთან იყო. ეს არის პირველი 8 დღე, როცა უწმუნო თომას და გამოეცხადება უფალი და შემდეგ უკვე ეს 32 დღე რა მოხდა. 7 მოწაფეს ეცხადება ის გალილეაში ტიბერიის ზღვაზე, როცა თევზაობენ ისინი. შემდეგ 500 ადამიანს ერთდროულად ეჩვენება უფალი, 500 კაცს ერთდროულად და ზოგიერთ ამათგანო პავლე ამბობს, რომ კორინთელთა მიმართ ეპისტოლის 15 თავში ბევრი ცოცხალია. რატო ამბობს მას პავლე? შეგიძლიათ მიხვიდეთ და გამოვკითხოთ, როგორ იხილეს მათ უფალი. ბევრი პავლე როდის წერს ამ კორინთელთა მიმართ ეპისტოლეს? სადღაც 50-იან წლებში, ხო? 50-იან წლებში წერს. 50-იან წლებში ის ხალხი, ვინც ქრისტემ მკვდრედი და აღმდგარი იხილა, ცოცხალია ისევ. იერუსალიმში ცხოვრობენ, ისრაელში ცხოვრობენ და წადით და იმ 500 კაცს შეგიძლიათ კითხოთ, ბევრი ისევ ცოცხალია. შემდეგ უფალი ეცხადება იაკობს, მის ნახევარ-ძმას, რომელიც შემდეგ იერუსალიმის ეპისკოპოსი იყო. შემდეგ ეცხადება მოწაფეებს კიდევ ერთხელ იერუსალიმში და ბოლოს მე-40 დღეს ზეთისხილის მთაზე, როცა ის მკვდრეთით ზეცად ამაღლდა აღდგომილი ახალი განახლებული სხეული. ეს მხოლოდ ის კი არ იყო, რომ საფლავი ცარი დახვდა და არა, მთელი 40 დღიანი პროცესია, როცა უფალი მათ არწმუნებს, ეცხადება, რომ ის აღდგა მკვდრეთით. ესმით? აი იურისტებმა ეს პროცესი რო შეაჯამეს, არსებობს ეგ ძალიან კარგი წიგნი, ვინ გადააგორა ლოდი, ეგეთი წიგნია. ამერიკელი ავტორის დაწერილია, რომელიც თავად იურისტი იყო. მე მაქვს სახში ის წიგნი, სხვა შორის შემიძლია გათხოვოთ, ვისაც დაგჭირდებათ. ვინ გადააგორა ლოდი? ეს კაცი იყო იურისტი და თან ჟურნალისტი, რომელმაც მოინდომა, რომ გამოეკვლიე ეს საკითხი. და იმიტომ მოინდომა ამ საკითხის გამოკვლევა, მან რომ ეთქვა, რომ ყალბია ეს. მაგრამ თქვა, რომ ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ მართლა აღდგა მკვდრეთით. იურისტმა იცის, აი ეს საბუთები, ეს მოწმობები ისეა აღწერილი, რომ ეს შეუძლებელია მოგონილი იყოს. აი სასამართლო რომ გავმართოთ და ეს მოწმეები ყველა რაც სახარებაში არის, მოვიყვანოთ და ესე ვალაპარაკოთ, მოსამართლე ნებისმიერი წესიერი მოსამართლე ითქვის, რომ კი ეს მართალია, რომ ის აღდგა მკვდრეთით. ხო? და ამიტომ მას აქედან ისე მას დაუბრუნდეთ, რომ მთელი დინამიკური პროცესია გარბიან და გამორბიან, რომ ეს ნელ-ნელა ხდება მათთვის ეს სარწმუნო. ნახეთ და კიდევ რა არის საინტერესო, რომ მივიდაო იოანეო საფლავთან და არ შევიდა საფლავში. რატომ არ შევიდა იოანეს საფლავში? რომ არ გაუწმინდურებული იყო, რადგან მკვდართან შეხება გაუწმინდურებას ნიშნავს. თუმცა იოანე მიცის, რომ მკვდარია იქ, ხო? პეტრე მოვიდა, პეტრე ხო უფრო გაბედულია. და შევიდა. სულ ერთი ამისთვის გაუწმით, ეს წესებზე იმებს არ აქცევს ყურადღებას პეტრე, ისეთი წვანარი ადამიანი. და ნახეთ, ეს დაინახა იოანე და შეიხედაო. დაინახა იოანე ტილოები და არ შევიდაო. ბერძნული ძალიან ისეთი ღრმა ენაა. ახლა ჩვენთან წერია დაინახა, სამჯერ წერია დაინახა. ჩვენ ქართულში დაინახა და ბოლოს იხილა წერია. ბერძნულში კიდევ ამ დანახვას სულ სხვადასხვა სიტყვები აღნიშნავს. ნახეთ მე? იოანემ დაინახა უბრალოდ, აი რომ შეამჩნევ რაღაცას ის სიტყვა წერია. შემდეგ პეტრე რომ მოვიდა, შევიდა და თეორეინ ეგეთ სიტყვა ბერძნულში რომ გასინჯა. დააკვირდა, აი რაღაცას რომ აკვირდები, ის დანახვა მეორე სხვა სიტყვას ფარობს ეს ავტორი იოანე და პეტრე შევიდა და ათვალიერებს ამ ტილოებს გასინჯა. ნახა რომ კაცო ეს ტილოები ეკდევს ეს თავზე რაც ეფარა უფალს სუდარა, ხო? ის დაკეცილია და თავთან დევს. ეხლა ავაზაკებს რომ მოეპარათ მისი გვამი. ვინ დაკეცავდა ახლა იმ ტილოს, ხო? აი რატომ უნდა დაეკეცა? ან ავაზაკები თუ მის გვამს მოიპარავდნენ, სუდარას რატომ ტილოებს რატომ მოხსნიდნენ? და რატო დაყრებდნენ? ტილა ხო ჩქარა უნდა გაეკეთებინათ ეს, ხო? და ხო ტილოებიანაც წაიღებდნენ, ხო? ან რომაელებს რომ მოეპარათ მისი სხეული. და ეთქვათ რომ ტყვიტყვებიან მოციქულები არ ხო აჩვენებდნენ ამ სხეულს ყველას. აი მისი სხეული. ტყუილას ამობენ რომ აღდგაო მკვდრეთით. ან იუდეველებს თავად რომ მოეპარათ მისი სხეული. ხომ აჩვენებდნენ ყველას
აი მკვდარი არ აღმდგარა მაგრამ ეს ხომ არ მოხდა გესმით და პეტრე რომ შევიდა ამას სინჯავს რომ დარწმუნდეს რომ რა არის რომ რატომ არის ეს ტილოები ესე დატოვებული შემდეგო იოანეც ნახეთ ნენელა როგორ უქრება იოანესაც სიკვდილის შიში პეტრე რომ შევიდა იოანეც შევიდა იხილა და იწამაო იქ სიტყვა წერია ეიდენ ბერძნულში წერია სიტყვა ეიდენ სხვა სიტყვა რომ აი რაღაცას რომ დაინახავ და მიხვდები რომ ეს ის არის იოანე შევიდა იოანე ხვდება უკვე რომ ნამდვილად ის არის რასაც გვეუბნებოდა რომ აღდგა მკვდრეთით მაგრამ ძნელია მათთვის მაინც ამის დაჯერება რადგან ხედ როგორ წერია რადგან ჯერ კიდევ არ იცოდნენ წერილი რომ მკვდრეთით უნდა აღმდგარიყო იგი ანუ როგორ ეს წერილი კი იცოდნენ მაგრამ გაცნობიერებული არ ქონდათ რომ ეს ასე უნდა მომხდარიყო ნახეთ აი ჩვენ ამას რომ მივუბრუნდით სულ ცირეხნით უფალი ხომ თავის ისრაელში ყოფნის დროს 3 წლის განმავლობაში ხო ლაპარაკობდა რომ მივეცემა მღვდელმთავრების ფარისევლებს და უხუცესთა ხელში ხო ამბობს და მოკლავენ მას თუნდაც მათეს სახარებაში 3 ადგილას ამბობს მე-16 მე-17 და 23 თავებში რომ ავდივართ იერუსალიმში და იქ მოკლავენ წესკაცისას და რას ამბობს აღდგება მესამე დღეს მკვდრეთით სამივეჯერ ამბობს აღდგება მკვდრეთით ეუბნება მაგრამ ესენი როგორ ჩანს ამას ვერაც ვერ იგებენ რას ნიშნავს მოკლავენ და აღდგება მკვდრეთით თუმცა ძველ აღთქმაში მათთან ეს ნაცნიასწარმეტყველებია თופალი ამას ამბობს აი სად არის ძველ აღთქმაში აღდგომა ნაცნიასწარმეტყველები ხო საინტერესოა ამის ცოდნა უფალმა ხო რჯული აღასრულა ხო ანუ უფალმა ესეც აღასრულა რომ აღდგომა რომელიც ძველ აღთქმაში ნაცნიასწარმეტყველებია მან უნდა აღასრულოს ხო აი სად არის ძველ აღთქმაში აღდგომა მისი ნაცნიასწარმეტყველები პირველი აი ძალიან ძლიერი და საინტერესო ადგილი ნახეთ ჩვენ ეს ამაზე გვისაუბრია მაგრამ კიდე ერთხელ მინდა ეს განვიხილოთ და ვისაც არ მოусმენია როცა აბრაამი ისრაელის მამამთავარი წირავს თავის შვილს მსხვერპლად მოგახსოვთ ეს ამბავი შემდეგ უფალმა მოინდომა აბრაამის გამოცდაო და უთხრა შემომწირე შენი საკუთარი შვილი მსხვერპლად ხო და აბრაამმა წაიყვანა თავისი ვაჟი ისააკი პატარა ბავშვი კი არ არის ეს სრულ წარმოდგენა არა ისააკის დასული ახალგაზრდა ყმაწვილია უკვე და აბრაამმა წაიყვანა და ადიან მორიას მთას და მორიას მთა სად იყო იმ დროს იერუსალიმში ის იერუსალიმში იყო მორიას მთა აი როგორც გოლგოთა ხო იერუსალიმში იყო და აბრაამი როდის ცხოვრობდა აი ეს ხო საინტერესო როდის ცხოვრობდა აბრაამი ქრისტეს მოსვლამდე 2000 დაახლოებით 2200 წელი 22 საუკუნე ქრისტეს მოსვლამდე როცა ისრაელი ამოარჩია ღმერთთან აბრაამი ამოარჩია როგორც ისრაელის მამამთავარი აბრაამის შვილებიდან წამოვიდა მე ისრაელი ხო და აბრაამს უკვე აბრაამს ეუბნება რომ შვილი უნდა შემომწირო შენი რწმენის გამოსაცდელად და აბრაამი მიდის რომ შესწიროს ისააკი მსხვერპლად ეს არის უკვე წინასახე რისი მამა ღმერთის და იესო ქრისტეს როგორც მამა ღმერთმა დაუფიქრებლად შესწირა მსხვერპლად თავისი ძე ადამიანთა გამოსახსნელად აბრაამიც მიდის და რომ შესწიროს ისააკი და როცა ადის მიყავს ეს შვილი ეკითხება მამა ცეცხლი მოგაქვს შეშა მოგაქვს და კრავი სადაა შესაწერი რას ამოსასეუნება აბრაამი ღმერთი გამოაჩენს შვილო ეუბნება სად არის ღმერთი გამოაჩენს შვილო გამოაჩინა ღმერთმა კრავი შესაწერი ვინ იყო ეს ისააკი მაგრამ ნამდვილი გამოაჩინა ნამდვილი მსხვერპლიც იესო ქრისტე აბრაამი რომს რომ ღმერთი გამოაჩენს ამას წინასწარმეტყველებს ეს არის დაბადების 22 თავში ვისაც აინტერესებს ღმერთი გამოაჩენს შვილო ღმერთი და როცა უკვე უნდა შესწიროს აბრაამმა მსხვერპლად ისააკი ანგელს უფლის ანგელოზი ეუბნება რას შეწყვიტე თავს გეფიცები რადგან შენ ეს საქმე ჩაიდინე თავს გეფიცები რომ გავამრავლებ შენ შთამომავლობას ურიცხვად და შენგან მოვა მაცხოვარი ანუ კაცთა მხსნელი აი ამ რწმენის გამო ეუბნება და მოიხედესო მამამ და შვილმა და რა დაინახესო კრავი ეკლებში გახლართული თავით კრავი და ის შესწირეს ხო ღმერთმა გამოაჩინა მაშინ ის კრავი და შემდეგ იესო ქრისტე გამოაჩინა შემდეგ ნახეთ აი პავლე მოციქული განგვიმარტავს ამას აი აბრაამის რწმენა რის რწმენა
აღდგომის რწმენა. ახეთ, აღდგომა ხო ჯერ არ მოხდარა, მაგრამ აბრაამს აღდგომის რწმენა აქვს და პავლე მოციქული ებრაელთა მე-11 თავში ამას ჩვენ გაგვიმარტავს შემდეგ. ნახეთ რა ამბობს? რწმენით შესწირა აბრაამმა გამოცდი ჟამს ისააკი და აღთქმის მიმღებმა შესწირა მხოლოდ შობილი, რომლის მიმართაც ითქვა ისააკის მიერ იწოდება შენი მოდგმა. ანუ ისააკიდან წამოვა შენი მოდგმა. მაგრამ აბრაამაო რწმენით შესწირა ისააკიო. რადგან სწამდაო, აი დაუკვირდით ამას, რადგან სწამდაო, რომ მკვდრეთით აღდგინებად შეუძლია ღმერთს. აბრაამის ლოგიკა ასეთია, გესმით, რომ თუ ღმერთმა მოუცა ისააკი მე შვილი, აბრაამი მოხუცი იყო და ჯერ შვილი 100 წელს მიტანებული იყო, შვილი არ ყავდა. აბრაამის ლოგიკა რწმენის ლოგიკა ასეთია, რომ თუ ეს შვილი ღმერთმა მომცა, რომც მოკვდეს, ხომ შეუძლია აღდგინოს მკვდრეთით, გესმით, და ამიტომ მიდის და სწირავს. რადგან სწამდაო, რომ მკვდრეთით აღდგინებად შეუძლია ღმერთს. ამიტომაც ებრაელთა სწავლულები, რავინები ამბობდნენ, რომ მესია ისააკი არის მესიის წინასახი. ისააკი და ისააკზე როგორც სწამდა აბრაამს, რომ მკვდრეთით აღდგებაო იგიო, ასევე მესიაც მკვდრეთით უნდა აღდგეს. როცა მოკლავენ მას, გესმით? ასევე მეორე წინასწარმეტყველება ძველ აღთქმიდან 10 საუკუნით ადრე ქრისტემდე, ეს არის მე-15 ფსალმუნი. როცა ქრისტე ამბობს დავითის პირით, არ დატოვებ ჩემს სულს ჯოჯოხეთში და არ დაუშვებ, რომ შენმა წმინდამ იხილოს განსახწნელი. ანუ როცა მე მოვკვდები, ამბობს მესია, ჩემს სულს მკვდართა სამეფოში არ დატოვებ. და არ დაუშვებ, ან თავარი ეს არის, რომ არ დაუშვებ, რომ საფლავში გაიგრძნას შენი წმინდანის სხეული. გესმით? აი ეს მე-15 ფსალმუნიც მესიანური ფსალმუნია და ამბობდნენ, რომ მესია, ესე იგი საფლავში არ დარჩება. გესმით? შემდეგ მოციქულთა საქმეში როცა პეტრე იწყებს იერუსალიმში სულთმოფენობაზე ქადაგებას, ზუსტად ამ ფსალმუნით იწყებს. სულთმოფენობაზე როცა დაიწყეს მათ სხვადასხვა ენაზე საუბარი, გადმოდგა პეტრე და იწყებს ქადაგებას, ხო? და ამ ფსალმუნით იწყებს, რომ აიო თქვენ ხო იცით, რომ დავითმა ჩვენმა მამამ თქვაო, რომ საფლავში არ დატოვებ ჩემს სხეულს, ხო? მაგრამ თავის თავზე ხო არ თქვა დავითმა ესო, აი დავითის საფლავი აგერ არისო, იერუსალიმში, აქ იცოდნენ საფლავის ადიყო. ანუ სხვაზე ამბობსო. ვიზე ამბობს ესე იგიო? იესო ქრისტეზეო და ამითი არწმუნებს ებრაელებს, იუდეველებს, რომ უფალი აღდგა. ასევე ნახეთ ფსალმუნი 109, ესეც მესიანური ფსალმუნია, სადაც ამბობს ღმერთი, მამა ღმერთი. რქვა უფალმა. როცა დავითი ამბობს, რომ რქვა უფალმა უფალსა ჩემსაო. მამა ღმერთმა უთხრა მესიასო, ანუ ამას ამბობს. დასჯექ მარჯვენი ჩემსა, სანამ დავამხობ შენ მტრებს შენ ფერხთითო. გესმით და ის უფალი ჩემი იყო მესია. მამა ღმერთმა უთხრა, რომ დააჯექი ჩემს მარჯვნივ. როგორ უნდა დაждდეს მის მარჯვნივ თუ არ აღდგება მკვდრეთი, ესე იგი მესია მკვდრეთით უნდა აღდგეს. და ეს ბოლო ეს რომელიც ჩვენ წავიკითხეთ წინა საუბარზე, ნახეთ 53 თავი ესაია წინასწარმეტყველის, ხო? ხო გახსოვთ ეს, რომელიც აღწერს ქრისტეს ჯვარცმას. აღწერილია მისი ჯვარცმა, როგორ მოკვდება, როგორ აცვამენ მას ჯვარს, როგორ დაჭრიან, დაასახიჭებენ, არავინ იყო მასზე დამახინჯებული კაცთა შორის, აი ამ ჯვარცმის ეს ამბობს. და შემდეგ მე-11 მუხლიასი ამბობს, როცა გაიღებსო თავის სიცოცხლეს ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად, ანუ როცა გასწირავს თავს ჯვარცმისთვის, იხილავს იგი თავის ნაგრამს, ანუ ნახავს თავის შედეგს, ნაგრამს, თავის შთაომავლებს იხილავს, ანუ ჩვენ მორწმუნეებს, გაუხანგრძლივდება დღეები. მკვდარს როგორ გაუხანგრძლივდება დღეები? თუ მკვდარი ჯვარზე მოკვდება, გაუხანგრძლივდება დღეები, რას ნიშნავს? ანუ უნდა აღდგეს მკვდრეთით და გაგრძელდეს მისი სიცოცხლის ცხოვრების დღეები. უფლის ნება მისი ხელით წარიმართება. თავისი სულის კვეთების ნაყოფს იხილავს და დაამდება. ნაყოფს იხილავს. რომ აღდგება მკვდრეთით, ნახავს მისი რწმენის
ნაყოფს და დაამდება და მისი სიბრძნით ბევრს გაამართლებს. გესმით? აი ეს ხოლმე ნაწილი გაჩვენეთ მე თქვენ აღდგომა სად იყო ნაწილი ასე თულა. მოციქულებმაო ჯერ არ იცოდნენ ესო და ამიტომაც ყინახის ეს ყველაფერი ცარიელი საფლავი, მაგრამ ბოლომდე გააზრებული არ აქვს ეს ყველაფერი და შემდეგ ნელ-ნელა წმურდებიან ამაში. კიდევ ერთი ეს მინდა რომ დარჩეს ეს ამ საუბარში, რადგან როცა მომავალში ვინმე შემდეგ მოусმენს რომ ეს დარჩეს როგორც ასე ვთქვათ შეიძლება გამოსაკვლევად. ნახეთ, მესამე დღეს რომ უნდა ამდგარიყო მესია, თქვა. მაგრამ მესამე დღეს რომ ამდგარიყო, საიდან ვიცით ეს? საიდან იცოდნენ მან? რატომ მესამე დღეს? რატომ მესამე დღეს? ხო? წერია სადმე ძველ აღთქმაში რომ მესამე დღეს უნდა აღდგეს ქრისტე, ნახეთ. ეს არის ლევიანთა წიგნში, ეს არის მოსეს, თორას მესამე წიგნი. ლევიანთა 23 თავში ჩამოთვლილია იუდეველთა დღესასწაულები. იუდეველთა დღესასწაულები. და სკამები არ არის რომ დაждენ აი ფეხსგან. აი უკანა ხო არ არის სკამი, შემოღამოიტანეთ იქიდან. ლევიანთა მიეცით სკამი. ლევიანთა 23 თავში ჩამოთვლილია იუდეველთა დღესასწაულები. ნახეთ? პასექი, უფუარობის დღესასწაული და შავუოთი, რაც არის მათ დღეს 7 დღესასწაული დღესასწაული. და ერთ-ერთი დღესასწაული არის ხმიადობის დღესასწაული. როცა მას უფუარობის დღესასწაული უნდა დაწყოს. უფუარობის დღესასწაული როდის წდებოდა? პარასკევს, აი პასექის შემდეგ დღეს, ბოდიში, პასექის შემდეგ დღეს. 14-ში საღამოს საუფლო პასექია, ამბობს უფალი და პასექის აი ამ საუფლო პასექის შემდეგ დღეს იწყება უფუარობის დღესა. როცა მათ ერთი კვირა უნდა ეჭამათ რა? საფუარის გარეშე გამოწვარი პური. რატომ? იმიტომ რომ როცა გამორბოდნენ ეგვიპტიდან მონობიდან დრო არ ქონდათ პურის გასაფუებლად, დროს არ ქონდათ, ამიტომ ამის გასახსენებლად ხმიადი, ანუ უფუარი პური უნდა ეჭამათ, რომ გაეხსენებინათ, რომ აი როგორ გამოიყვანა ღმერთმა მონობიდან. აი აქ აძლევს უფალი მათ ამ ცნებას. აი ამ დროს ემთხვეოდა პირველი მოსავალი ქერის. პირველი ყანების მომკა, იმიტომ რომ ებრაელები ქერის პურსაც ჭამდნენ და ხორბლის პურსაც ჭამდნენ. პირველი მოსავალი ისრაელში მოდის, როდის? აი პასექის დროს ზუსტად. გაზაფხულზე, როცა ქერი შემოდის. მაგრამ, ნახეთ, უფუარობის დღესასწაულის, აი ეს რომ დაიწყებოდა დღესასწაული, იმის შემდეგ პასექიდან მესამე დღეს უნდა მიატანათ რა ტაძარში? პირველ მომკილი ძნა. ხო, პირველად მომკავდნენ იერუსალიმში იყო ცალკე საუფლო ყანები, პირველად მომკიდნენ იქ, ტაძარში მიიტანენ პირველი ყველაფერი უფალს ეკუთვნოდა, ხო? და აი პასექიდან მესამე დღეს უნდა მიეტანათ პირველი ნაყოფი მიწიდან. სიმბოლიკას ხვდებით? პირველი ნაყოფი მიწიდან ვინ იყო? იესო ქრისტე. აი ეს პასექის მესამე დღეს პირველი ნაყოფის მიტანა ტაძარში მოასწავებდა მესამე დღეს მიწიდან პირველი ნაყოფის ამოსვლას, რომელიც იყო იესო ქრისტე. ის ხო საფლავიდან ამოვიდა. შემდეგ პავლე მოციქული ამას კორინთელთა მე-15 თავში ამბობს, რომ ის არის პირმშო შესვენებულთაო. პირმშო ყდართაგან. აი ეს პირმშო, რაც ნახმარია ებრაულ ბერძნულ სიტყვა არხე ხო დასაწყი. ანუ პირველი ნაყოფი ამას ნიშნავს. პირველი ნაყოფი მიწიდან, რომელიც ამოვიდა, ვინ იყო? იესო ქრისტე. და ჩვენც ვინც გარდავიცვლებით, მიწაში ხო დაგვარხავენ ყველას, ხო, როცა იქნება ხას გვაცოცხლოს ყველა. ჩვენს ქრისტეს ნებულად მოსვლისას მიწიდან ამოვალთ ისევ, როგორც ახალი განახლებული ადამიანი. გესმით? ანუ ქრისტეს აღდგომა მიწიდან იყო ჩვენთვის, რომ ჩვენ გვახსოვდეს, რომ ჩვენ მიწაში არ დავრჩებით სამუდამოდ. ქრისტეს მეორე გამოჩენისას ჩვენ მიწიდან ამოვალთ ისევ, როგორც ნაყოფი უფლისა, რომ ვიცოცხლოთ მარადიულად. ამიტომაა ქრისტიანისთვის საფლავი ძვირფასი, ხო? საფლავები ჩვენ ამიტოვლით ხოლმე და მხოლოდ. იმიტომ რომ ის საფლავი არის ჩვენი აღდგომის ადგილი. მაგრამ 1000 წლის წინანდელი საფლავები დაკარგულია, მაგრამ ყველა მაინც მიწიდან აღდგება
იმ დღეს აი ეს ყველაფერი რაც მე ხარ ჩამოვთვალე, იმიტომ გამიგრძელდა ცოტა, მაგრამ მინდოდა ეს ყველაფერი მე თქვა მაინც. მოციქულებს პეტრეს და იოანეს ყოველ შემთხვევაში ჯერ არ აქვს გააზრებული, ამიტომაც ნახეს ეს ტილოები, იბრუნდნენ და წავიდნენ ისევ იერუსალიმში, რომ გაკვირვებულები არიან. არიციან რა პასუხი თქვან ამაზე. გავაგზავნოთ ტექსტი და ნახოთ. ხოლო მარიამი სამარხთან იდგა და ტიროდა და მტირალი დაიხარა სამარხისკენ. ხო გითხარით ის საფლავის ის გამოჭრილი რაც კარები იყო დაბლა, დიდი ლოდი ჰქონდა მას მიფარებული და მარიამი ტირის საფლავთან და დაიხარა დაბლა რომ შეიხედოს იქ პეტრე და იოანე უკვე იყვნენ, გაიწავიდნენ უკან, მოვიდა მარიამი რომ შეიხედოს რა ნახეს მოციქულებმა, რომ ნახოს მანაც გასინჯოს. და ტიროდა და ტირალი დაიხარა სამარხისკენ და იხილა თეთრი სამოსით მოსილი ორი ანგელოზი, ერთი თავთით და მეორე ფეხით იჯდა იმ ადგილას, სადაც ესვენა იესოს სხეული. აი ამ საწოლზე, ქვის საწოლზე ორი ანგელოზია ზის. და უთხრეს მას, ქალო, რაც ტირი? უთხრა მათ, წაუღიათ ჩემი უფალი და არ ვიცი სად დადვეს იგი. ეს რომ თქვა, უკან შემობრუნდა და დაინახა იქვე მდგარი იესო, მაგრამ ვერ იცნო რომ იესო იყო. ახეთ საფლავში შეიხედა ანგელოზები დაინახა, ვერ მიხვდა ვინ არიან ისინი. იმდენად გათანგულია და დათრგუნულია ამ უბედურებით, მობრუნდა, დაინახა უფალი და ვერ იცნო. ბევრი ახსნა აქვს ამას, რატო ვერ იცნო მარიამმა უფალი? რატო? სხვა ისტორია ეგ პასუხი და იქ ამას თქვა რომ სახე შეცვლილი იყო უფალი, სხვა სხეულით იდგა უფალი. ღვთაებრივი სხეული ჰქონდა მას უკვე, ამიტომ ვერ იცნო. ვერ იცნო იმიტომ რომ წუხარებისგან იყო, ასე თქვა, დათრგუნული, ვერ იცნო იმიტომ რომ გარიჟაჟი იყო და შეიძლება ბინდ არ იყო ნათელი შუქი ისეთი, ვერ იცნო იმიტომ რომ ის უფალი სხვანაირად გამოიყურებოდა უკვე, ვიდრე მას სიცოცხლეში ახსოვდა, მაგრამ ოშოთოში მარიამმა იგი ვერ იცნო. და უთხრა მას იესომ, ქალო, რაც ტირი? ვის ეძებ? მას ეგონა მებაღეაო და უთხრა მას, ბატონო, თუ შენ წაიღე იგი მითხარი სად დადე და მე ავიღებ მას. და უთხრა მას იესომ, მარიამ. ის შემოbrunდა და უთხრა მას, რაბუნი, რაც ნიშნავს მოძღვარს. უთხრა მას იესომ, ნუ შემეხები, ვინაიდან ჯერ კიდევ არ ავსულვარ მამასთან. წადი ჩემს ძმებთან და უთხარი, ავდივარ მამა ჩემთან და მამა თქვენთან და ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან. მარიამი წავიდა და აუწყა მოწაფეებს, რომ იხილა უფალი, რომელმაც ეს უთხრა მას. ნახეთ, პირველად მარიამმა ნახა უფალი და გაიქცა, რომ წავიდა. პეტრე და იოანე ხო გაბრუნდნენ უკვე. გაბრუნდნენ და მათ მხოლოდ ტილოები ნახეს და დაბრუნდნენ იერუსალიმში. მარიამმა ნახა უფალი და გარბის, რომ ახლა უთხრავს, რომ ნახე მკვდრედით აღმდგარი. აქ ერთი ამბავია ძალიან საინტერესო. ნუ შემეხებიო, რატომ უთხრა უფალმა ნუ შემეხები მარიამ? რადგან, იცით, ბევრი განმარტება ამის, მაგრამ ყველაზე კარგი ალბათ და იოანე ოქროპენიც ასე განმარტავს ამას, რომ იმიტომ უთხრა უფალმა ეს, რომ აღარ არის ჩვენი ურთიერთობა მარიამ ისეთი როგორიც იყო. თქმა უნდა, სიცოცხლეში მას ეხებოდნენ კიდევაც, ფეხებზეც ეამბორებოდნენ ხოლმე, ფეხებზეც მოეხვეოდნენ ხოლმე, მირონიც კი თმითმებზე, მირონიც კი და ასხა ვიღაც კალმა. ხომ ეს არ იყო შეზღუდული მათთვის, ხომ? იოანემ კერძეც კი მიეყუდა სერობაზე, ხომ გახსოვთ იოანე მოციქული, მაგრამ ქრისტე ეუბნება რომ დამთავრდა. ნუ შემეხები, ჩვენი ურთიერთობა უკვე სხვა არის. როგორც ღმერთის და მისი შვილების ურთიერთობა ისეთია ხასი ურთიერთობა. ამიტომ აღარ არის საჭირო ჩემთან შეხება. ჩვენ დღესაც ხო ესეთი ურთიერთობა გვყავთან. ჩვენ ხომ არ ვეძებთ მასთან ფიზიკურ სიახლოვეს. იმიტომ რომ ეს აღარ არის საჭირო. რწმენითი ურთიერთობაა ჩვენთან და ჩვენ ვიცით რომ ის არსებობს და ჩვენ ვიცით რომ მას უყვართ ჩვენ. ხომ ასეა? აი ამას ეუბნება უფალი. ჯერ არავს ავდივარ მამა ჩემთან და მამა თქვენთან. ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან. ქრისტე ეუბნება რომ როგორც ის ჩემი მამაა ის, თქვენივე მამაა ის ასევე. როგორც მე ვარ მისი მარადიული ძე,
თქვენც ასევე ხართ ვინა მადლით ნაშვილები ძეები მისი გასული გესმით აი ამას ეუბნება უფალი რომ ჩვენ რა თქმა უნდა მისი არსით მისი შვილები არა ვართ თორე ჩვენ ადამიანები ვართ მაგრამ რადგან ქრისტე ჩვენი მსგავსი იქნა ჩვენ ვართ ვინა უფლის შვილები ოღონდ მადლით შვილები ნაშვილები ხო და ნაშვილების შვილი ხშირად შეიძლება უფრო საყვარელი იყოს ხო ვიდრე ნამდვილი შვილი ხო მასეა ხო იმიტომ რომ ნაშვილები როგორ მეტი პასუხისმგებლობა შენ თავიდანვე შეგნებული გაქვს რომ აი ის რატომ იშვილი ხო მას რა თქმა უნდა ქრისტეს და მამის ურთიერთობას იმას ვერაფერი ვერ შეედრება ის არის მარადიული ღმერთის მამის და მარადიული ძის ურთიერთობა მაგრამ ჩვენ ვართ მისი ნაშვილები ასე ვთქვათ adoptive kinder როგორც გერმანელები ამბობენ და ეს ძალიან დიდი რამე შენ უნდა გახსოვდეს რომ შენ შეგიძლია უთხრა მას მამაო ჩემო მამაო გიტყვიათ უფლისთვის მამაო ჩემო მამაო ჩემო აი გიტყვიათ როდის მე მამაო დამეხმარე გიტყვიათ უნდა თქვათ კი მაგრამ აი მამაო დამეხმარე გიტყვიათ რატო მალე მოწყული ამოსო თქვი შეგიძლიათ ამის თქმა მამაო შენი ძის სახე შენი ძე ხო ჩემნაირი იყო უნდა უთხრათ შენი ძე ხო ჩემი მსგავსი იყო და შენ ხო იცი შენი ძის ამ ქვეყნიური ცხოვრება შენ ხო იცი ჩემი გაჭირვებაც მამაო შენი ძის სახელით გევედრები დამეხმარე თქვენ შეგიძლიათ ეს უთხრათ ღმერთს სახარება ამას გეუბნება პავლე პავლე მოწყული რომაელთა მეათე თავში ახლა ვღაღადებთ და ვამბობთ აბა მამაო აბა არამეულში ნიშნავს რას მამილო მამიკო ჩემო მამაო ავინუ ანიშნავს ჩვენო მამაო მაგრამ აბა არის პატარა ბავშვი რაც მამამის ეძახის ხო ისრაელში დღესაც აბას პატარა ბავშვი ეძახის მამას თქვენ მამას რაც მამიკოს ეძახით ხო მამი ხო ემოთ ხომ ესე ხო აი ასევე ეძახითო ღმერთს ახლა აბა მამაო იმიტომ რომ შვილები ვართ მისი ქრისტეს მადლით რადგან ქრისტე ჩვენი მსგავსი იქნა და ამიტომ ეუბნება ქრისტე რომ ნუ შემეხები ჩვენი ურთიერთობა ახლა სულ სხვანაირი იქნება მაგრამ ნახეთ საინტერესო რო არის მარიამს ხოვნება რომ ნუ შემეხები ის დედები სხვა ჯგუფი დედების რომლებიც მარიამი ხო მორბის ისინი ხო გზაში არიან ის დედები რო ხვდებიან უფალს ისინი ფეხებზე მოეხვინენ ანუ ისინი შეეხნენ ბადრა თომად შეეხო სწორია თომად შეეხო ხო მაშინ რატო ამობს უფალი ამას ნუ მარიამს რატო ნუ შემეხები იმიტომ რომ ეს ცოდნა დარჩეს ჩვენთან მარიამს იმიტომ უნება რომ აი ის სიყვარული რაც მარიამს ჰქონდა უფლისადმი ხო როგორც მოძღვრისადმი აი ქალები ხო დღესაც ესეა ქალები ხო ძალიან ემოციურები არიან დღესაც ქალებს უფრო სხვა სიყვარული აქვს ხოლმე მოძღვრისადმი აი ამ საყვალ հարწმუნოებისადმი ხო ქრისტე უნება რომ აი ეს ემოციური და აღარ არის საჭირო ეს აღარ არის საჭირო ის დედებიო ემსახურებოდნენ უფალსო ხო აბა ემსახურებოდნენ რას ქვია აბა დაყვებოდნენ ხან საჭმელს მომზადებდნენ ხან სხვა რამეს ეხმარებოდნენ ხო მაგრამ ქრისტე უნება რომ აი ეს ემოციური ურთიერთობა შვინივერი ადამიანი აღარ არის საჭირო ახლა ჩვენ ახლა სხვა ურთიერთობა გვექნება მე და ჩემს ეკლესიას და ანუ ზუსტად ამას ვხედავთ რომ მისი და მისი ეკლესიის ურთიერთობას ვხედავთ ძალიან მალე ახლავე ნახეთ და გაიქცა მარიამი რომ დაუწყა მოწაფეებს რომ იხილა უფალი რომელმაც ეს უთხრა მას და ნახეთ მე-19 მუხლი ხოლო კვირის იმავე პირველ დღეს აი რა დღესაც უფალი აღდგა განთიადისას უფალი ხო განთიადისას აღდგა იმავე დღეს საღამოს როცა სახლის კარი სადაც იყვნენ მოწაფეები იუდეველთა შიში დახშული იყო მივიდა იესო შუაში დადგა და უთხრა შვიდობა თქვენთან ჩადგა მათ შუაში დახშულ კარში შევიდა და უთხრა შვიდობა თქვენთან როგორ ეტყოდა უფალი ამას თავის ენაზე შვიდობა თქვენთან როგორ ეტყოდა როგორ ამობენ მაგას არამეულად შალომ მაგას ეტყოდა აუცილებლად რას ეტყოდა სხვას ხო შალომ ალეიქემ ანუ შვიდობა თქვენთან შვიდობა თქვენ ყველას და ეს რომ თქვა შეძრწუნ ლუკა מחარებელი ამ ადგილას იოანე მას არ ამბობს
მოწაფეებმა რომ დაინახესო, შეძრწუნდნენო, იმიტომ იფიქრეს სულს რაიმეს ხედავთო, სული ეგონა თუ რაღაცა. და ამიტომაც უფალმა უჩვენა თავისი ხელები და ფერდი, ხოლო მოწაფეებმა გაიხარეს უფლის ხილვით. და ნახეს რომ და ლუკას სახარებაში წერია რომ გააქვთ აქ რამე საჭმელიო? და რა მისცესო? ცოტა თაფლიო და შემწვარი თევზი მისცესო. და მათ თვალწინ შეჭამაო ეს და ნარჩენი მისცა მათო. რომ მოკვიჩა ის ნარჩენი მისცა რომ დარწმუნდნენ რომ სხეულით არის იქ მასთან. სულს კი არ ხედავენ, კუდრეთი და აღმდგარი სხეული, ოღონდ სხვანაირი სხეული აქვს მას უკვე, ხო? რომელსაც შეუძლია დახშულ კარში გავიდეს, რომელსაც შეუძლია ზეცად ავიდეს, ეს სხეული გვექნება ჩვენც, როცა აღდგებით მკვდრეთით. აი ეს ახალი ცა და ახალი მიწა, რომელსაც უფალი აი ეს დედამიწა ხომ განახლდება, ხომ? ახალი ცა და ახალი მიწა რო იქნება და მარადიულად სადაც უნდა ვიცხოვროთ ჩვენ, აი ასეთი სხეულები გვექნება, როგორც უფალს ჰქონდა კუდრეთით აღდგომის შემდეგ, უკვდავი სხეული. და აჩვენა მათ ხელები და ფერდი. რატომ აჩვენა? ხელები და ფერდი რატო აჩვენა? როგორ? ნაურსმევი და ფერდი, ხო? და ნარწმუნებული იყვნენ რომ ჯვარს, მაგრამ უფრო ღრმა შინაარსი აქვს ამას. სადმე წერია ძველ აღთქმაში რომ მისი ხელები და ფეხები, ხელები და ფერდი უნდა იყოს გალუდალურსმული. შეხოცინა საუბარში წავიკითხეთ, ნახეთ 21 ფსალმში. დავითი რო ამბობს 10 საუკუნით ადრე მესიანურ ფსალმში, როცა ქრისტე ლაპარაკობს, გახვრიტეს ხელნი ჩემნი და ფეხნი ჩემნი და აღრაცხეს ყოველი ძვალები ჩემი. სამოსერი ჩემი გაიყვეს მათ შორის და კვარცა ჩემსაზე და განიგდეს წილი. 21 ფსალმი ამბობს ამას. ასევე ერთი ძალიან საინტერესო ადგილია, ეს არის იესაია წინასწარმეტყველის 59 თავი, ეს მინდა მე თქვენ გაჩვენოთ, აი მე მას თქვა მინდა რატომ აჩვენა ეს ხელები, იმიტომ რომ მოციქულები ხომ იუდეველები იყვნენ. მათ ხო ეს ყველაფერი წიგნები იცოდნენ, იმიტომ რომ სინაგოგაში ყოველთვის ბავშვობიდან სინაგოგაში კითხულობდნენ ამას და ისინიც უკვე 12 წლიდან ხო ისმენდნენ ამ ყველაფერს, ხო? ბავშვობიდანაც ხო ასწავლიდნენ მათ ამ ყველაფერს. ნახეთ 59 თავში რა წერია? ეს 59 თავში იესაია 7 საუკუნით ადრე ლაპარაკობს ქრისტეზე და ასეო თქვა სიონმა, სიონი არის იერუსალიმი, მეორე სახელია სიონი იერუსალიმის. თქვა სიონმა მიმატოვა უფალმა და მეუფემ დამივიწყაო. ანუ ისრაელი ხო სცოდავდა უფლის წინაშე და უფალი ურისხდებოდა მასთან. თქვაო იერუსალიმმაო რომ მიმატოვა ალბათ ღმერთმაო, მაგრამო განა დაივიწყებს ქალი თავის შვილს, არ შეიბრალებს თავისი მუცლის ნაშიერს, მათ რომ დამივიწყონ მე არ დავივიწყებ მათ. ღმერთი ამბობს რომ აი როგორც დედა ვერ დაივიწყებს თავის მუცლიდან გამოსულს, მე ვერასდროს ვერ დავივიწყებ ისრაელს. აი დღეს ისრაელის მოძულეებმა ეს უნდა იცოდნენ. ღმერთი ამბობს რომ მე არასოდეს არ დავივიწყებ ისრაელს. მიუხედავად ყველაფრის. გესმით? და შემდეგ ამბობს, აჰა, ხელის გულებზე მყავ ხარ გამოსახული, შენი კედლები უნდა ჩემს წინა. ხელის გულებზე მყავ ხარ გამოსახული ისრაელ ამბობს. ანუ მესია ამბობს წინასწარ რომ თან გამოსახული განა ფანქრით დაწერილს ნიშნავს. ეს სიტყვა რაც იქ წერია ნიშნავს რომ აი სატეხით რომ ამოჭრი რაღაცას. მომამოამტრო. აი ისე მყავ ხარ ამოტვიფრული ხელის გულებზე და მათ იცოდნენ რომ მესიას ხელებზე ყავს ისრაელი. გესმით? ასევე ზაქარია წინასწარმეტყველთან ჩვენ ხომ ნახეთ საუბარში ეს ზაქარიას მე-12 თავი და მე-13 თავი. მე-12 თავში ამბობს რომ მეორედ მოსვლისას იხილავენ მას იესო ქრისტეს რომელსაც უგმირესო შუბიო პერჩიო. და ასევე იქ რომ მოდის მეორედ მოსვლისას უფალი სრულ წინასწარმეტყველია ისრაელში ანტიქრისტე გამეფებული და ანტიქრისტე იტყვის რომ არა ვარ მე წინასწარმეტყველი მიწის ხნელი კაცი ვარ მე აღიარებს რომ არა ვარ მე წინასწარმეტყველი აი ეს არის ნამდვილი და მე-13 თავია ზაქარიას ნახეთ თქვენ და კითხავსო მასო ეგ რა ჭრილობები გაქვს ხელებზეო ეტყვისო
და ეს ეტყვისო ქრისტე ეტყვის მეორე მოსულ ქრისტე რომ ჩემი მოყარეთა სახში ვარ ნაცენი. აი ის არისო ჯვარზე რო გამაკრეს და ლურსმები დამაჭედეს ესა ჩემ მოყარებინა ებრაელები ჩემ მოყარეთ სახში ვარ. ამიტომაც როცა თუფალი და მოწაფეებთან მივიდა ამას აჩვენებს. აი ნაჭრლობები, აი ფერდი, აი ის ვინც ნაცინასამეტყველები იყო თქვენს წმინდა წერილში. და ეს რო უთხრა მათ უფალმა აუნება როგორც მე მომავლინა მამამ მე გაგზავნი თქვენ სახარების საქადაგებლად. ანუ რაც მან გააკეთა იმას ავალებს თავის მოწაფეს. აი დღესაც სახარებას ვინც ვქადაგებთ ჩვენ, ხო? გვახსოვდეს რომ აი ამას ვაკეთებთ. აი ეს დავალება რაც თქვა მოგწე რომ წადით და უქადაგეთ ყველას ჩემი სახარება. თქვენ შეგიძლიათ ეს, თქვენც ქადაგებთ ამას, როცა სწორ სარწმუნოებას უხსნით ვინმეს. ეს რო თქვაო, შეჰბერა მათ და უთხრა: მიიღეთ სული წმინდა. ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ მათ და ვისაც დაუტოვებთ, დარჩებათ მათ. რა ძალას აძლევს აქ უფალი მათ? ცოდვების მიტევების ძალას აძლევს მათ. ნახეთ, მაგრამ აი რა არის მნიშვნელოვანი, ეს გვახსოვდეს ჩვენ. გვახსოვდეს ჩვენ. მათ შორის ჩადგა უფალიო, ხო? უფალი შორის და გარშემო მოწიფეები რა არის ეს მეორნაირად რა შეიძლება უწოდოთ ამ? რა? ეკლესია. უფალი შუაში და მათ შორის მოწაფეები ეს არის ეკლესია. ანუ უფალი ეკლესიას აძლევს ცოდვათა მიტევების ძალას. გესმით? რომ შეჰბერა მათო და მისცა ეს ძალაო, ანუ უფალი სად ჩაბერავს სულს კიდევ, როცა ადამიანს ქმნის დაბადების მეორე თავში ხო რომ ჩაბერა მას სული და იქნა ადამი ცოცხალ არსებად, ხო, ცოცხალ სუნთქვა. აი აქაც მისცა მათ ეს ძალა, რომ მათ მიუტევონ ცოდვები. ეკლესიას ყოველთვის ჰქონდა ძველთქმაში სინაგოგასაც ჰქონდა ეს ძალა, შეკვრისა და გახსნის. აი თუ იმე შესწოდავდა ღვთის წინაშე, შეკრავდა მას სინაგოგა, კრებული შეკრავდა, იტყოდა რომ განკვეთილი ხარ შენ, სანამ არ გამოსწორდები. თუ მოვიდოდა ის და შეინანებდა, კრებულის წინაშე აღიარებდა, მაშინ ხსნილი ხარ შენი ცოდვებისგან. ეს ჰქონდა ძალა. აი ამ ძალას აძლევს ქრისტე თავის ეკლესიას. გესმით? წესით ეხლა თქვენ რომ მოდიხართ ხოლმე და ეგ აღსარებას ამბობთ. წესით თქვენ შეგიძლიათ საჯარო თქვათ ეს აღსარება. აი თქვენ შეგიძლიათ თქვათ რომ კრებულო, ეკლესია, მე აი ეს ჩავიდინე და ნანო ხსნილი ხარ, მოდელი შემოხოთ რომ ხსნილი ხარ ახლა ნანო შენი ცოდვებისგან გათავისუფლებული ხარ. თუ არ შეინანებს, მაშინ ეკლესია მას არ მიუტევებს ამ ცოდვებს. როგორც ამას მოდელი ასრულებს ჩვენთან, როგორც ადამიანი, რომელსაც ამის უფლება აქვს მიცემული, თორე ეს არის ეკლესიის ძალაუფლება. ამიტომაც მოდელს არასდროს არ აქვს უფლება, რომ ეს გამოიყენოს ეს უფლება ბოროტად, ან სხვანაირად, ხვდებით? ამდახარ რომ არის რომ დარღვევთ, არა, ეს არის ეკლესიის ძალაუფლება, რომ ადამიანებს მიუტევოს ცოდები და გაათავისუფლოს. ხოლო თომა 1:12 თაგანი, რომელსაც ერქვა ტყუპი, იესოს მოსვლისას იქ არ იყო. თომას სახელი არამეულში ნიშნავს აი ამას ორმაგს, ტყუპს, ორმხრივს, ან ორმაგს რა, თომას სახელი. და არამეულ და ბერძნულში ეს დიდიმოს წერია, ეს ტყუპს ნიშნავს. და რატომ ერქვა თომას ტყუპი? თომას ხასიათიდან აი რატომ? როგორ? ორმაგად ურწმუნო იყო ვიდრე სხვები. ხო, ზუსტად, ორმაგი იყო ეს მასთან ყველაფერი. ხან სწამდა, ხან ებნეოდა, ხან ეჭვეპარებოდა, გაორმაგებული იყო ის მეს დაპირვების და შეეჭვების. ეს ხასიათის კაცი იყო, იმიტომ რომ ესეთი იყო დაბადებული. და დიდიმოს და ეს ამოარჩია უფალმა თავის მოწაფეებს შორის, რომ გვაჩვენოს ჩვენ რომ თომას მსგავსი ხალხი ჩვენ შორისაც არის. ჩვენც ვიყოთ ხანდახან ესეთი, მაგრამ ეს არაფერი მაში ცუდი არ არის. და სხვა მოწაფეებმა უთხრეს ვიხილეთ ჩვენ უფალიო. ბერძნულში წერია სხვა მოწაფეებმა უთხრეს წერია ელეგონ არის სიტყვა, რომელიც არის იმპერფექტი. იმპერფექტი რა ნიშნავს, რომ აი განგრძობითად რო ეუნებიან. ანუ სხვა მოწაფეები არ წმუნებდნენ, შეაგონებდნენ
ანუ უმტკიცებდნენ რომ ნახეთ ესე ერთხელ კი არ უთხრეს რომ ნახეთ უფალი არამედ არ წმუნებდნენ სხვა მოწაფეები რომ ნახეთ ჩვენ უფალი და ის რას ეუბნება არაო სანამ არ ჩავდებ სანამ არ ვიხილავ მის ხელებზე ლურს მინის ნაჭდევს და არ ჩავყოს ნაჭდევში თიც ხოლო მის ფერდში არ ჩავდებ ხელს არ ვირწმუნებ ხო თომას ნახეთ ორმაგიო ხო თქვით ჯვარსმაზე ხო ნახა ეს ჭრილობები ის ხო იცის ძველ აღთქმაში რაც ნათქვამია და ამბობს სანამ აი ამ ყველაფერს ერთად არ ვნახავ ანუ ტყუპია ანუ ორმაგი დასტური ჭირდება მას სანამ არ ვნახავ არ დავიჯერებ ამ ყველაფერს და 8 დღის შემდეგ ანუ ისევ კვირას იუდეველები ასე თვლიდნენ იუდეველები კვირა ორშაბათი სამშაბათი ოთხშაბათი ხუთშაბათი პარასკევი შაბათი კვირა მერვე დღე კვირიდან კვირამდე ისევ კვირა დღეს კვლავ სახში იყვნენ მოწაფეები და თომაც მართან ერთად შევიდა იესო თუმცა დახშული იყო კარი მათ შორის დადგა და თქვა მშვიდობა გქონდა მერე კი თომას უთხრა მოიტა შენი თითი და იხილე ჩემი ხელები მოიტა შენი ხელი და ჩადე ჩემს ფერდში და ნუ იქნები ურწმუნო არამედ გწამდეს ეუბნება უფალი აძლევს მას საბუთს რომ იწამოს მიუგო თომამ და უთხრა მას ანუ ნახეთ იწამა თომამ უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი უფალი ჩემი და ჩემი ღმერთი ამბობს იგი ნახეთ ჩვენში ქართულში უფალს როცა ვამბობთ თავისთავად ღმერთს გულისხმობთ ხო ესეა ხო აი მაგრამ აი თვითონ ებრაულში ადონაი ხო აი უფალი არის ადონაი ებრაულში ბერძნულში როგორი უფალი კირია ხო მაგრამ ბერძნულში და მაშიც ებრაულში ეს ადამიანებთან მიმართებაშიც გამოიყენებოდა ხო აი ბატონის ნიშნავს უფალი არის ბატონს ნიშნავს ჩემო ბატონო კირი ხო მაგას ნიშნავს ძველად ქართულში გამოიყენებოდა უფალი ნიშნავდა ბატონს მისას უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი ნიშნავს სხვადასხვა რამეა რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე მთავარი არის იესო ქრისტე და ის არის ღმერთი ჩემი უფალია ჩემი ბატონია და ჩემი ღმერთია ის ამას ამბობს თომა უთხრა მას იესომ რატი მიხილე თომა მიტომ მიწამე ნეტარ არიან ისინი ვისაც არ უხილავარ და მაინც მიწამეს აქ უფალი ამბობს ლოცვა კურთხევას ანუ უფალი აკურთხებს ვის აკურთხებს ანუ ვინცაც არ უხილავს და ისე იწამებს გესმით წარმოგიდგენთ აი ეს რამხელა მნიშვნელობა აქვს აი ამ მუხლს 29 მუხლს ნეტარ არიან ისინი ვინცაც არ უნახავარ და მაინც მიწამებს აი დალოცვა ქრისტე ლოცავს მათ ვისაც არ უნახავს და მაინც გახდება მორწმუნე ანუ ჩვენ მაგრამ ჩვენ ხო საბუთია არ გვინახავს არასდროს ხო არც კი გამოგცხადებია უფალი არასწორდეს ხომ ასეა მაგრამ მაინც გააღვიძა ღმერთმა ჩვენს გულში ეს წმენა და ჩვენ უარი არ უთხართ აი თავარი ეს არის წმენას აღვიძებს ღმერთი ადამიანის გულში აი მოიზიდავს მას მაგრამ რა უნდა ქნას ამ დროს უარი არ უნდა უთხრას მას არც ერთ ადამიანს აი ეს დაიმახსოვროს ეს არის დოგმა ანუ ეს არის საფუძველი არც ერთ ადამიანს თვითონ არ შეუძლია ღმერთის პოვნა ადამიანი არ აქვს მას ამის უნარი რომ მან იპოვოს თავად ღმერთი ეძახის ადამიანს და მოიზიდავს მისკენ და ადამიანი ან უარს ეუბნება მას ან პასუხობს მის დაძახებას სიყვარულით და რწმენით გესმით ღმერთი იმდენად დიდია და იმდენად მიუწვდომელია იმდენად შეუცნობელია იმდენად გამოუთარგმანებელია ასე ძველ ქართულად რო თქვა აი ადამიანს თავისით აზრი არ მოსდის მასზე მაგრამ ღმერთი თავად ეძახის ყველა ადამიანს და მან უნდა უპასუხოს მას აი ბიბლიაც ხო ამის დასტურია ბიბლია ვინმე შექმნა ადამიანთა შორის აბა საიდან არის ბიბლია დაწერილი თვითონ მაგრამ თვითონ ღმერთმა გამოგვიცხადა ხო ისაც აქ წერია ფილოსოფოსებმა ჭკვიანმა ხალხმა მორწმუნე ხალხმა კი არ მოიფიქრა ეს
არამედ ღმერთმა გამოგვიცხადა ჩვენ პასუხობთ მას. იმით რომ კითხულობთ და წამს, ხომ ასე? ეს უნდა გვახსოვდეს, გესმით და აი ის დაძახილი გულში, როცა უფალი დაგიძახებს, არასდროს არ უნდა თუ უპასუხოთ, გესმით? აი მე ახალგაზრდებს ვაკვირდები ხოლმე ჩვენ სამრევლოში, სხვაგანაც, აი ჩვენი შვილების ტოლა ხალხ ადამიანებს, აი ვაკვირდები, რომ აი მე ვიცი რომ მას ღმერთმა დაუძახა. აი მოვახონე ხანდახან, აი 17-16 წლის ბიჭი და რაღაცას მეკითხება, მამაო, იცი, აი ეს. აი არ შეიძლება ამის უყურადღება დატოვება. მე ვიცი რომ აი ის რომ მას ის კითხვა გაუჩნდა, ღმერთმა დაუძახა მას, მოიწვია ღმერთმა. და უნდა გავცეთ სწორი პასუხი, სწორი მიმართულება მივცეთ რომ მან სწორად შეძლოს რომ ღმერთს უპასუხოს და გაჰყვეს. გესმით? ამიტომ უნდა ვიყოთ ჩვენ მორწმუნეები რომ ჩვენ შევძლოთ ჩვენ შვილებს ეს ვასწავლოთ. და უფალი ასე ლოცავს ყველას ვინც იწამა იგი თაბუთის გარეშე. და შემდეგ 20 და 21 მუხლები ეს არის ფაქტობრივად იოანე ამბობს რატომ დაიწერა სახარება. რატომ დაიწერა მისი სახარება. იოანეს სახარება ყველაზე რთული სახარება. ჩვენ რაღაცნაირად ცოტა გავთანხმდით, გაგივით კადნიერები გავხდით რომ ამით დავიწყეთ სახარებების შესწავლა, ხო? მაგრამ გავუბედეთ და უფალი დაგვეხმარა რომ რაღაც ბევრი რამე შევძლებთ. მაგრამ პირველად როცა იწყებს კითხვას და მიჯობია მარკოზის სახარება წაიკითხოს. შემდეგ მათესი, შემდეგ ლუკასი და შემდეგ ბოლოს იოანეს, რადგან იოანეს სახარება უყურებს რომელი პრიზმიდან იესოს. როგორც ღმერთს ისე უყურებს, ხო? მათე უყურებს იესო ქრისტეს როგორც ვის? როგორც მეფეს, იუდეველთა მეფეს. მარკოზი მას უყურებს როგორც მსახურს და ლუკა უყურებს მას როგორც ადამიანს. თქო რომ წაიკითხოთ ეს სახარებები, იესო ქრისტეს ეს მხარეა იქ უფრო მეტად გამოკვეთი. ეს ვის? აი მარკოზის სახარებაში მაგალითად სადაც მსახურია უფალი იესო ქრისტე, ძალიან ცოტას ლაპარაკობს უფალი. ძალიან ცოტა იქ მის რატო მსახურია, სულ რაღაცას აკეთებს, მიდის, მოდის, ეხმარება, კურნავს, აღადგენს. გესმით? იქ ლაპარაკი ცოტა. გესმით? ლუკა ეგ ადამიანის მხარეს უჩვენებს მასში და იოანე ის ღვთაებრივ მხარეს. და აი იოანე ამბობს რატომ დაიწერა მისი სახარება. და ამბობს ბევრი სხვა სასწაულიც ქნა იესომ თავისი მოწაფეების წინაშე, რომლებიც არ დაწერილა ამ წიგნში. იოანეს რამდენი სასწაული აქვს წერილი თავის სახარებაში? 8. 7 სასწაული ამოარჩია მან მის სასწაულებიდან აღდგომამდე მომხდარი და მერვე სასწაული ხდება როცა ის ყდრეთ აღდგარი აი აქ ტიბერიადის ზღვაზე გალილეაში ხდება მის მოწაფეებს და ეხმარება თევზაობაში და გაავსებენ ბადეს ისე რომ უჭირ გამოტანა მერვე სასწაული ხდება. 7 სასწაული ამოარჩია მან და თრიან ყველა 4-ვე სახარებაში აღწერილია 35 სასწაული ქრისტეს. 35. და იოანე ამბობს რომ განახოლდეს 35 იყო, კიდევ ბევრი სხვა სასწაული ქნა იესომ, რომელიც არ ჩაწერილა ამ წიგნში. ესენი კი დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღვთისა და რათა მორწმუნედ გქონდეთ სიცოცხლე მისი სახით. რომ თქვენ ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე. რას ნიშნავს ეს? იესო არის ქრისტე. იესოს რა ერქვა ებრაულად ან არამეულად? იეშუა. რომ ეს იეშუა, რომელსაც თქვენ 3 წელი უყურებდით, რომელიც თქვენ ჯვარსაცვით, ეს იეშუა არის ვინო? ქრისტეო. ებრაულად როგორ იტყოდა ამას? მაშიახი. რომ ეს იეშუა არის მაშიახი და ძე ღმრთისა, ღმერთის ძე ამავდროულად, მარადიული ღმერთის ძე და რათა მორწმუნედ გქონდეთ სიცოცხლე მისი სახით. გესმით? აი უნდა იწამოთ, რას ამბობს რის თქმა მინდა მე აი თქოს შეიძლება მარტივად გვეჩვენება და ვერ ხვდებით შინაარს ამისას. იესოს აი შეიძლება რომ გიგა რო ქვია შენ. ხო, პირადი სახელია შენი გიგა, ხო? და გვარია რობაქიძე, ხომ ასე? იესოს ქონდა ამ ქვეყანას თავისი სახელი. რა ერქვა მას სახელი? მშობლებმა რაც უწოდეს მას, რა იყო მის სახელი? რა? არა, მის ებრაულად როგორ ჟღერდა, არამეულად როგორ ჟღერდა? იეშუა, ხო? იესო ეს შემდეგ ითარგმნა ბერძნულად და მერე ქართულად, ხო? რადგან იეშუა ეხო ერქვა მას. ბერძნებმა რო თარგმნეს ეს სახელი იეშუა,
ბერძნებს ხო შ არა აქვს შ დახმოვა და იესუა გამოვიდა ხო იესუა შემდეგ ბერძნები ხო ბოლოში ს-ს უმატებენ ყველაფერს და იესუს გამოვიდა ხო შემდეგ იესუსიდან ჩვენთან გამოვიდა ქართულში როგორ იესო მაგრამ იესოს ხო არაფერი თუ არა როგორც ებრაული იეშუა ხო ეს იყო მისი პირადი სახელი გვარი ქონდა იესოს გვარი ქონდა არა აბა ებრაელები როგორ ეძახდნენ რომ გაგერჩიათ იეშუა ბენ იოზეფ ბენ არის ძე იოზეფ ხო მისი მამობილი იყო ხო მისი იურიდულად ვიშვილად ეწოდებოდა იურიდულად ხო იოსტიოს შვილი იყო ის მამის შვილი იყო რა თქმა უნდა სულწმინდიდან შობილი მაგრამ იეშუა ბენ იოზეფ ასე ან იეშუა ჰანოცრი შემდეგ ეძახდნენ ანუ იესო ნაზარელი მაგრამ ტიტული მისი რა იყო ტიტული შემდეგ როცა დარწმუნდნენ რომ ეს არის აღთქმული რა იყო იეშუა მაშიახ და ქართულში აი ხა მითხარით იეშუა მაშიახ როგორ ითქმის როგორ იესო ქრისტე მარტივია ძალიან იეშუა მაშიახ არის იესო ქრისტე რადგან მაშიახ რას ნიშნავს ებრაულში ცხებული არის ცხელი სული წმინდი ცხებული არის ღმერთის სული ცხებული არის მაშიახ ბერძნულში მაშიახ როგორ არის როგორ არის მაშიახ ბერძნულის წოდნებზე მაშიახ ბერძნულად როგორ არის ქრისტოს ხო და ქართულში ქრისტოს როგორ ითარგმნა ქრისტე ანუ იესო ქრისტე არის იეშუა მაშიახ და ბერძნულში იესუს ქრისტოს ხო ხოსე ამიტომ რაკეთა ზამს რომ აი ეს კაცი რომელსაც პირადი სახელი ერქვა იეშუა რომელიც ვიცით რომ იყო დავწმუნდით რომ არის მესიანუ მაშიახი არის ძეღმრთისა ღმერთის ძეა და აი ამ რწმენით რომ სიცოცხლე გქონდეთ თქვენ მისი სახელით მორწმუნეებთ სიცოცხლე გქონდეთ მისი სახელით ესმით აი ამისთვის დავწერე ამობს იოანე რომ აი ამ სასწაულებით თქვენ ეხლა შეგიძლიათ ვინც არ იყო არესტრებოდა თელი ის ჩვენი საუბრები დანარჩენი წინა 20 საუბარი მოусმინო ჩვენ ყველა ის 7 სასწაული განვიხილეთ ამ სახარებით ყველა 7-ვე სასწაული განვიხილეთ აი ამ სასწაულების განხილვით და გააზრებით და რწმენით თქვენ მიხვდეთ დარწმუნდებით ამობს იოანე რომ იესო არის ქრისტე ძეღმრთისა და ეს რწმენა მოგცემ თქვენ სიცოცხლეს მარადიულ სიცოცხლეს მისი სახელით აი ამიტომ დავწერე ეს სახარებაო ამბობს იოანე მოციქული აი მთავრდება მე-20 თავი ქრისტეს აღდგომა და შეხვედრა ჩვენ ახეთ მისი აღდგომაა და 8 დღე გავიარეთ კიდევ დღეს ამ მერვე დღეს როცა ის თომას შეხვდა უკვე და დაარწმუნდა რომ აღდგან მე-21 თავი და ბოლო თავი და ამით ვამთავრებთ ამ სახარების განმარტებას უკვე არის ეპილოგი როცა იოანე ასრულებს სახარებას და კიდევ ერთ გვაჩვენებს ქრისტე როგორ შეხვდა მათ გალილეაში მათ უთხრა ქრისტემ რომ აღდგომის შემდეგო წინ წაგიძღვებით გალილეაში რატო უნება გალილეაში რომ თავადაც გალილეაში ცხოვრობდა უფალი და ეს მისი თორეტი მოციქულიც გალილეიდან იყვნენ და უნება სადაც დავიწყეთ იქ შევხვდებით ისევ ერთმანეთს აღდგომის შემდეგ ეუნება იესო ქრისტე და აი 21 თავში გალილეაში არის აღწერილი შეხვედრა ქრისტესიმ კუდრეთით აღმგარი უფლის მის 7 მოწაფესთან რომლებიც ისევ თევზაობენ გალილეის ტბაზე იქ არის პეტრეც რომელსაც ძალიან გულგატეხილია როგორც ჩანს და ამბობს რომ წავედი სათევზაოდ ამბობს ანუ ჩემ პროფესიას უნდა დაუბრუნდე ისევ ამბობს რადგან მან ხო უფალი უარყო სამჯერ და ქრისტე ხვდება მათ და პეტრეს განსაკუთრებით რომ სხვა მოწაფეებისთან დასწრებით აღადგინოს პეტრე და სამჯერ ხო უარყო პეტრემ სამჯერ ეკითხება ქრისტე გიყვარო არ სიმონ იონაზე რომ სხვა მოწაფეებს დაანახა იმიტომ რომ ის ხო ცალკე შეხვდა პეტრეს რა ილაპარაკეს ალბათ პეტრემ შეინანატიერა ქრისტემაც ხო იცის რომ მას როგორ ნანობდა რომ ტიროდა იმხო იტირა რომ შეუღალო იმიტომ შეხვდა პეტრეს რომ ცალკე გაამხნევა ხო აი როგორც მოსიყვარულე მოძღვარმა და მამამ ცალკე გაამხნევა შემდეგ იმიტომ ხდება რომ მოწაფეებს ანახოს რომ პეტრე ისევ ის პეტრეა
და უფრო მეტია და ისევ რჩება პეტრე როგორც მოციქულთა თავი. აი ეს არის 21-ე თავში აღწერილი და გავაგრძელოთ შემდეგ კვირას და ამით დავასრულოთ იონეს სახარება. მადლობა ღმერთს და მადლობა ყველას.